მოგესალმებით ევროვიზიის მასპინძელი ქვეყნიდან. ქართულ-იტალიური ტელეკომპანია გერთებად ვენიდან. მილიონობით მაყურებელი ტელეეკრანთან ელოდება წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსს, ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსს. წელს 35-მა მაუწყებელმა წარადგინა სიმღერა კონკურსისთვის, რომელიც 12 და 14 მაისს ნახევარფინალებით დაიწყება, ხოლო 16 მაისს მაყურებელს დიდი ფინალი ელოდება. 12 მაისს პირველი 15 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველოც მათ შორის 12 მაისს მე-6 ნომრად წარსდგება მაყურებლის წინაშე. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. ერთმა ხმამაც კი შესაძლოა განსაზღვროს აიღებს თუ არა ფინალის საგზურს საქართველოს ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე. მე შეგახსენებთ, რომ იტალიის დროით 21 საათზე რაიუნოს პირდაპირ ეთერში დაიწყება ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსი. იტალია ხმის მიცემის პროცესში იღებს მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ აძლევს. აქედან გამომდინარე ყველაფერი დამოკიდებულია ემიგრანტებზე. ეს გახლავთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისაც ხმის მიცემა შეუძლია საქართველოსთვის. როგორ დაუმესიჯოთ, ან დაურეკოთ საქართველოს დაელოდეთ ვიდეო ინსტრუქციას, რომელსაც დეტალურად გაგაცნობთ KNTV-ის ეთერში. მანამდე კი გეტყვით, რომ ქალაქში უკვე იგრძნობა განსაკუთრებული სამზადისი, მოლოდინი და ინტენსიური სამზადისი იმ მასშტაბური შოუსთვის, რომელიც უახლოეს დღეებში მილიონობით მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცევა. მე მომდევნო დღეებში სწორედ ამ სივრციდან, პრეს-ცენტრიდან გაგიზიარებთ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს, კულისების დეტალებსა და იმ პროცესებს, რომლებიც ამ დიდი მუსიკალური მოვლენის უკან დგას. ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე მხარდამჭერი და KNTV-ის ერთგული პარტნიორია კრედო ბანკი. ახლა დროებით აგემშვიდობებით და შევხვდებით უკვე თურქუას კარპეტიდან, ანუ ფირუზისფერი ხალიჩიდან, სადაც ევროვიზიის 35-ვე ქვეყანა წარსდგება ათასობით ფანის წინაშე. მე დაგიბრუნდებით უკვე ბზიკებთან ერთად KNTV-ის ეთერში. დაგველოდეთ!